მოგესალმებით, მეგობრებო. იმედია, კარგად ისმის ჩემი ხმა. გთხოვთ, ვინც შემოსულები ხართ, დამიწეროთ კომენტარები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. და ჩვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, შეხვედრის თემაა ტარო როგორც დივინაციის მაგიური ინსტრუმენტი, ტაროსთან მუშაობის პრინციპები, როდის არ მუშაობს ტარო, როდის არ გვცემს სწორ პასუხებს და ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, მუშაობის სტილი და ჩემი მიდგომა ზოგადად როგორც პრაქტიკოსის ჩემს სამუშაოსთან და ამ შემთხვევაში ძირითადი, ასე ვთქვათ, ჩემი საუბრის ძირითადი თემა იქნება, რა თქმა უნდა, ტარო და მასთან დაკავშირებული დეტალები. მე არ ვისაუბრებ ზოგად თეორიებზე, არ ვისაუბრებ იმაზე, რაც უკვე დაწერილია და რაც უკვე ითქვა წიგნებში, სხვადასხვა ავტორების მიერ. ასევე არ ვისაუბრებ ტაროს წარმოშობის ისტორიაზე და იმ ზოგად თეორიულ მასალაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელზეც წვდომა დღევანდელ, ასე ვთქვათ, ეპოქაში ჩვეულებრივ მატერიაში მოღვაწე ადამიანებს ასევე აქვთ, ხო? ინტერნეტი გვაძლევს დღეს იმის შესაძლებლობას, რომ გავეცნოთ მასალებს ონლაინ, ან თუნდაც შევიძინოთ წიგნები, წავიკითხოთ და გავიფართოვოთ თვალსაჩინო. მე ამ შემთხვევაში უფრო მსურს ამ, ასე ვთქვათ, ეზოთერულ თემებზე, რაც მითითებული მაქვს აღწერაში, ვისაუბრო პირადი დაკვირვებებიდან, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე. რა დასკვნები გამოვიტანე ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, პრაქტიკაზე დაყრდნობით და რა მომცა ამ ყველაფერმა. პირველ რიგში, ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანი ცნობის მოყვარია, ხომ? ოდითგანვე დაინტერესებული იყო დაფარული ინფორმაციებზე წვდომის სურვილით და ამისთვის იყენებდა სხვადასხვა საშუალებებს, ხო? ეს შეეხება როგორც ყავაში ჩახედვას, ასევე ჩაის ფოთლებსაც კი იყენებდა ადამიანი და იყენებს დღესაც სამკითხაოდ დივინაციისთვის და ასე ვთქვათ, საერთო ინფორმაციულ ველზე წვდომისთვის, ხომ? არსებობს ხედვის რამდენიმე სახე. არსებობს დაბადებიდან თანდაყოლილი, ხომ? არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან ხედვის ნიჭით, თუნდაც ნათელმხილველები, მედიუმები და ასე შემდეგ. და არის ასევე შეძენილი გარკვეული ტრავმის ან მძიმე ცხოვრებისეული რაღაცა ესეთი პერიპეტიების ფონზე ხდება რაღაცა გახსნა ადამიანისთვის, იხსნება მიღმიერი სამყაროს კარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ადამიანისთვის ხდება წვდომადი ეს უზარმაზარი, ასე ვთქვათ, დაფარული ინფორმაცია და ცოდნა, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს თავის მინუს პლუსები. ეხლა ადამიანი, რომელიც, ვთქვათ, ნათელხილვის ნიჭით არის დაჯილდოებული და ვისაც ქონიათ შეხება ესეთ ადამიანებთან, მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ესეთ ადამიანს. ასეთ ადამიანებს ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან რთულია ზოგადად ამ უნარის მართვა და კონტროლი, ვინაიდან შესაძლოა ისეთ დროს დაინახოს ადამიანმა, მიიღოს ინფორმაცია სპონტანურად, არა დაგეგმილად, ვთქვათ, სეანსის ფარგლებში, ხომ, არამედ სპონტანურად მიიღოს ეს ინფორმაცია ნათელხილვის სახით, თუ
თუნდაც ისეთი საკმაოდ ფატალური და საბედისწერო ინფორმაცია, ხო? და ეს რა თქმა უნდა ამ ნიჭის მართვა ფიქრობ, რომ ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ადამიანები ზესენსიტიურები არიან და ორი სამყაროს ზღვარზე ცხოვრობენ, ხო? ისინი ინფორმაციას იღებენ ნათელხილვით, სიზმრებით, პირდაპირ მოდის, ანუ გაუფილტრავად მოდის მათთან ინფორმაცია, ამის თქმა მინდა, ხო? მედიუმები, რომლებიც ასევე ორი სამყაროს ზღვარზე ცხოვრობენ, ხომ? ერთგვარ მაკავშირებელ ხიდს წარმოადგენენ გარდაცვლილებსა და ცოცხალ ადამიანებს შორის. ეს კიდევ სხვა სამყაროა, ძალიან საშიში და რთული სამყარო და ასეთ დროს, როდესაც ადამიანი კავშირზე გადის, ხომ? მიცვალებულთა სამყაროსთან, აი ამ ასე ვთქვათ, პროცესის მართვა არის იმდენად, ვთქვათ, რთული და საშიში, რომ დაზღვეული, ამ შემთხვევაში შესაძლოა არც თვითონ პრაქტიკოსი არ იყოს ასეთ დროს და მით უმეტეს ის ადამიანი, ვისთვისაც ასე ვთქვათ, ტარდება ეს ყველაფერი, ხო? ანუ ამ დროს ენერგეტიკული, ასტრალური პარაზიტების აკიდება ბრჭყალებში ძალიან მარტივია და ადამიანის ენერგოველის დაბინძურება, ხო? ამიტომ ზოგადად როგორც ყველა მიმდინარეობას ამ სფეროში სჭირდება ძალიან დიდი დაკვირვება, ძალიან დიდი ცოდნა და მომზადება ენერგეტიკული და განსაკუთრებით კი აი ამ ზემოხსენებულ მიმართულებებს, რომლებზეც მე ვისაუბრე, იმიტომ რომ ამ დროს პროცესები შესაძლოა გახდეს უმართავი. რაც შეეხება ტაროს როგორც დივინაციის სისტემას, სწორედ ის შეიძლება ასე ითქვას, რომ ის უპირატესობა გააჩნია, რომ იგი გვაძლევს გაფილტრულ ინფორმაციას და შედარებით უსაფრთხო ვითარებაში, შედარებით უსაფრთხო გარემოში, ხო? თუ ჩვენ სათანადო ენერგეტიკული მომზადებით მივუდგებით ტაროს სეანსის ჩატარებას, მოვემზადებით ენერგეტიკულად და შესაბამისი ცოდნაც გვექნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით დამუხტულ ტაროს დასტას გამოვიყენებთ, ხომ ეს ვინც ეზოთერული თემებით არის დაინტერესებული, ყველასთვის ცნობილია, რომ ტარო უნდა გააქტიურდეს მისი მფლობელის ენერგიებზე, რათა ემსახუროს მას და მიაწოდოს ინფორმაცია და დაუბრუნდეთ თემას, ანუ ტაროს სეანსის ჩატარებასთან დაკავშირებით, როდესაც ტარო გააქტიურებულია მისი მფლობელის ენერგიებზე და ამავდროულად პრაქტიკოსი არის შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, ამ შემთხვევაში ტარო გვაძლევს ძალიან ასეთ გაფილტრულ და სწორ ინფორმაციას, ხო? და რაც მთავარია, ეს პროცესი ხდება როგორც თვითონ პრაქტიკოსისთვის, ასევე სეანსის მონაწილე ადამიანისთვის, ვისთვისაც წარდება ეს სეანსი უსაფრთხო გარემოში. ასევე კიდევ აქ მე გარკვეული ჩამონათვალი მაქვს გაკეთებული, რომ არ გამომრჩეს რომელიმე საკითხი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ტაროსთან მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, პრაქტიკოსი უნდა ფლობდეს ცოდნას ტაროს არკანების მნიშვნელობების შესახებ და მათი კომბინაციებში დანახვაც უნდა შეეძლოს, მაგრამ ტარო ეს არ არის მხოლოდ არკანების, ანუ ტაროლოგობა არ ნიშნავს მხოლოდ ტაროს არკანების მნიშვნელობების ცოდნას, ხომ? იგი მოითხოვს ეკლექტურ განათლებას და რას გულისხმობ ამაში. ტაროს სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოთერული მიმდინარეობის, ეზოთერული, ასე ვთქვათ, სფეროს ისეთ მიმართულებებთან, როგორც არის ფსიქოლოგია, ნუმეროლოგია, ასტროლოგია და კაბალა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ტაროლოგმა გაშალოს ტარო და მოგაწოდოთ სრულფასოვანი ინფორმაცია, იგი უნდა ფლობდეს ცოდნას არა მხოლოდ ტაროს არკანების შესახებ, არამედ სხვა, ასე ვთქვათ, სისტემური ცოდნების შესახებაც, იმისთვის, რომ პროგნოზი იყოს სწორი და ამომწურავ, ხო? დაინახოს მას სურათის მთლიანობა და რაღაცა ეპიზოდური სიუჟეტების გადმოცემით არ შემოიფარგლოს მხოლოდ და მხოლოდ.
ტაროს ასეთი რამ ახასიათებს, აი პირადი მაგალითი მინდა მოვიყვანო, საკუთარ თავს გაუშალე, ესეთ მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც შესაძლოა ტარომ უფრო ფართო პასუხი გაგვცეს და უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ვრცელი პასუხი გაგვცეს, ვიდრე მხოლოდ კონკრეტულ შეკითხვაზე, ესეთი კი არას პრინციპით რომ ვაკეთებთ ხოლმე გაშლას, ხო, ეს ძალიან ისეთი გაშლა, როდესაც გვინდა მოკლე და ესეთი ზუსტი პასუხი, ხო? რაღაც თემაზე გამოვა ან არ გამოვა, ხო? კი არას პრინციპით. აი ესეთი კი არას პრინციპით პირადად გამიკეთებია გაშლა საკუთარ თავზე კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში. შემისრულებდა თუ არა თხოვნას ეს ადამიანი რაღაც კონკრეტულ საკითხს. არ იყო რაღაცა ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეს თემა, მაგრამ მაინტერესებდა მაინც რა პასუხს მივიღებდი და მე ის რამდენად რეზონირდებოდა ეს პასუხი შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში უნდა მიიღო ეს პასუხი. და ტარომ გამცა ესეთი პასუხი არა. ყოველ შემთხვევაში კი არას პრინციპით გაკეთებულ გაშლაზე ამოვიდა არკანის სიკვდილი და არკანის სიკვდილი ეს ნეგატიური არკანია, ხო თვითონ სიტყვაც გვესაუბრება. მაგრამ იმ კონკრეტულ თემაზე, იმ კონკრეტულ სათხოვართან დაკავშირებით ამ ადამიანმა ჩემი თხოვნა მიიღო და დააკმაყოფილა. ანუ მისი პასუხი იყო დადებითი. მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი სხვათა შორის, რატომ მოხდა ესეთი რამ და რატომ მივიღე უარყოფითი პასუხი იმაზე, რაზეც თქვათ, უნდა ამოსულიყო წესით დადებითი პასუხი. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ რაღაც ელემენტარულ თემასთან დაკავშირებით გადავიკვეთეთ და ამ ადამიანმა საერთოდ გაწყვეტა კომუნიკაცია ჩემთან და საერთოდ გაქრა ჩემი სივრციდან. ანუ რაღაცნაირად ისე განვითარდა მოვლენები, რომ თითქოს ჩემი პიროვნება მისთვის აღმოჩნდა რაღაცნაირად მიუღებელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც კონფლიქტი მოგვსვლია და არაფერი ისეთი არ მომხდარა საგანგაშო ჩვენ შორის, უბრალოდ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და საერთოდ ასე ვთქვათ, ანულირება გაუწია აი ამ ჩვენს გაუკეთა ამ ჩვენს ელემენტარულ ურთიერთობას. მხოლოდ ამის შემდგომ, როდესაც მან ეს გააკეთა, მივხვდი ტაროს პასუხს. იმიტომ რომ ტარო პასუხობს არა მხოლოდ ვთქვათ არკანებით, რომელზეც ნახატებია გამოსახული და ეს ნახატები ჩვენ ვთქვათ ვიზუალურად ხედავთ რა არის, ხო? გამოსახული, არამედ პასუხობს ენერგიებით. ხო? აი ეს ენერგიები ამ ადამიანთან მიმართებაში ამოვიდა ნეგატივის კუთხით უფრო მეტად, ვიდრე დადებითობის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ ეპიზოდურ მონაკვეთში ამ ადამიანმა თანადგომა გამომიცხადა. ასე რომ აი ესეთი ლირიული გადახვევები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტაროს ახასიათებს, როდესაც ჩვენ შესაძლოა გვჭირდება ძალიან ისეთი ზუსტი და მათემატიკური სიზუსტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პასუხი, მაგრამ ტარომ შესაძლოა ესეთი ზუსტი პასუხი არ მოგცეს, რაღაც უფრო ფართოდ დაგვანახოს, რაღაცა სხვა რაღაცაზე მიგვითითოს და ამას გვეჭირდება სწორედ ის ხედვის უნარი, სწორედ ენერგიების აღქმის და ენერგიებთან მუშაობის უნარი და ასე შემდეგ, იმისთვის რომ ჩვენ ტაროს პასუხი შევიგრძნოთ, დავინახოთ და მივხვდეთ თუ რისი თქმა სურს მას. რაც შეეხება ტაროსთან მუშაობის პრინციპებს, ეს ზოგადად ყველასთვის არის ეს პრინციპები, მარტო ჩემთვის არ არის. მარტო ჩემთვის არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა ტაროს გააქტიურება ჩვენს ენერგიაზე, ეს ყველა უნდა გააკეთოს თავიდანვე, როდესაც დაიწყებს მუშაობას ტაროს დასტასთან. შემდგომ აუცილებელია მუდმივად ამაღლება ენერგოვიბრაციების. ამისთვის საუკეთესო გზა არკანებზე მედიტირება, მათთან კავშირის უფრო გასამყარებლად. და რა თქმა უნდა, ჩემი ასე ვთქვათ,
რჩევა თუ შეიძლება ასე ითქვას, დამწყები ტაროლოგებისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ სისტემური ცოდნის შესწავლით, იქნება ის, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი. იმისთვის, რომ აიმაღლონ ენერგოვიბრაციები, ხო? ადამიანი, რომელიც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და იღებს ტოქსიკურ ნივთიერებებს, თუნდაც სიგარეტის ან ალკოჰოლის სისტემატიური მოხმარების სახით, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი დაბალ ენერგოსიხშირეზე ჩდება, ხოლო ტარო თვითონ როგორც სისტემური ცოდნა წარმოადგენს მაღალ ვიბრაციულ სისტემას, ხო, მაღალ ვიბრაციულ სიხშირეზე ვიბრირებს ეს სისტემა თვითონ. ამიტომ პრაქტიკოსი, რომელიც ასეთი ასე ვთქვათ, ტოქსიკური მიჯაჭვულობებით ცხოვრობს და არის დაბალ სიხშირეზე, ვერ იმუშავებს ტაროსთან სიღრმისეულად და რა თქმა უნდა ვერ დაიჭერს იმ ენერგოვიბრაციებს, რასაც ტარო გვაძლევს ჩვენ ინფორმაციის სახით, ხო? ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება ასევე ის თემა, თუ როდის არ მუშაობს ტარო, ხო? აქ მე რამდენიმე შემთხვევას გამოვყოფდი ცალ-ცალკე. პირველი, როდესაც კვერენტი არის დახურული ინფორმაციულად. რას გულისხმობ ახლა ამაში? როდესაც ნდობა ნაკლებია პრაქტიკოსის მიმართ და უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი. სკეპტიკურად არის განწყობილი, თან აინტერესებს, თან გადაიხადა თანხა, თან ჩანიშნა კონსულტაცია, თან მოგაწოდა, ვთქვათ, პირადი ინფორმაცია, რაც არის საჭირო, ხო? ამ სეანსის ჩასატარებლად შეიძლება იყოს ფოტოსურათი, ხო? მე პირადად ვითხოვ ხოლმე ფოტოსურათს, რომ აღვიქვა ადამიანის ენერგიები და დაბადების მონაცემები, ხო? ეს ყველაფერი მომაწოდა ადამიანმა. მენდო ხო რაღაც მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ სკეპტიკურად არის განწყობილი და უნდობლობით არის განწყობილი. ეს ძალიან ნეგატიურად ზემოქმედებს ტაროს სეანსზე და ინფორმაციის მიღებაზე, იმიტომ რომ ადამიანი არის ენერგეტიკულად დახურული. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ესეთ ადამიანთან მქონდა შეხება სეანსის ფორმატში, და რაღაც ასეთი საუბრის დროს მე მოვიხსენიებ ხოლმე ხან ტაროს არკანების სახელწოდებებს ვასახელებ, მე განმარტავ, რა თქმა უნდა, რომ მისახვედრი იყოს ადამიანისთვის აღქმადი. და ასტროლოგიურ, ასე ვთქვათ, ცოდნასაც ვიყენებ ხოლმე ამ დროს და რაღაცა ვახსენებ პლანეტა ურანი და შეკითხვის ფორმატში დაუბრუნდა, რომ ხომ აღქმადი იყო ეს ყველაფერი მისთვის და ურანიო მეო მენდელეევის სისტემაში ვიციო. ესეთი ცინიზმით გაჟღენთილი პასუხი გამცა, ხო? ანუ ურანი მოვიაზრე როგორც პლანეტა, როგორც ერთ-ერთი ნეგატიურ ასპექტში მყოფი პლანეტა, მის პირად პლანეტასთან, ერთ-ერთ პირად პლანეტასთან და მივაწოდე ინფორმაცია თუ რას აძლევს ეს ასპექტი ადამიანს ერთგვარი გამოწვევების თუ პირიქით მინუსების და პლუსების სახით. და მისგან ესეთი პასუხი მოვისმინე, რომ ურანი იცის მხოლოდ როგორც ქიმიური ელემენტი მენდელეევის სისტემაში. ანუ და ნუ რაღაცა იმ ზოგადად ძალიან უგრძნობ ხოლმე ამ სიმძიმეს და ვცდილობ ხოლმე, რომ რა თქმა უნდა, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, აგრესიის გარეშე ეთიკის ნორმების ელემენტარული და ქცევის წესების დაცვით წარმართო ხოლმე პროცესი. და რომ არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი აგრესიაში. ამიტომ, როდესაც ადამიანი არის სკეპტიკურად გამსჭვალული, ეს ძალიან უშლის ხელს. ამიტომ მე რამდენიმე ვიდეოში ეს თქვი კიდევაც და ეხლაც გავაჟღერებ და ვიტყვი, რომ თუ თქვენ ნდობას უცხადებთ პრაქტიკოს, ხო? უხდით თანხას კონსულტაციაში, აძლევთ თქვენს ფოტოს, აძლევთ თქვენს დაბადების მონაცემებს, მაშინ აუცილებლად განეწყვეტ, რომ თქვენ მისგან უნდა მოისმინოთ ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ გამოიყენებთ.
სასარგებლო ინფორმაცია. და მე მაგალითად ესეთი მიდგომა მაქვს ჩემს პრაქტიკაში, რომ არასოდეს არ ვაპროგრამებ ადამიანს და არ ვეუბნები რაღაც მოჭრით, აი როგორც კლასიკურ მკითხაობაშია, ხო? აი თუნდაც ყავაში ჩახედვის დროს რომ მკითხავი ეუბნება ადამიანს, რომ აი ეს და ეს მოხდება შენს ცხოვრებაში, ამას და ამას შეხვდები, ესე და ესე განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ტაროს ზუსტად იმით განსხვავდება სხვა დივინაციის სხვა ინსტრუმენტებისგან, რომ იგი გვაძლევს ისეთ რჩევებს და ისე გვანახებს მომავალს ალტერნატივებში. როგორც არის კიდევაც მომავალი, ხო? იმიტომ რომ ჩვენს არჩევანზეც ადამიანის მიერ აწმყოში გაკეთებულ არჩევანზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ხშირად მომავალი ფორმირდება ჩვენს მიერ აწმყოში გაკეთებული არჩევანით, ხო? და როდესაც ტარო აი ამ გზებს განახებს, მე ადამიანი მიდის ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე, რომელი გზა სჯობს მისთვის და შესაბამისად ყალიბდება უფრო საუკეთესო ვერსია, უკეთესი ვერსია მისი მომავლის, ვიდრე რომ არ მიეღო ეს რჩევები და არ დაენახა მთლიანობა და მთლიანი სურათი, ისე რომ მიეღო გადაწყვეტილება. ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ ვინც ინფორმირებულია, ის ძლიერია. ეს ერთი მინუსი, ასე ვთქვათ, როდესაც ტაროს პროგნოზი არ მართლდება, ეს არის როგორც აღვნიშნე, დახურულობა ენერგეტიკულ დონეზე, კოერენტის დახურულობა. მეორე არის თემა, როდესაც ადამიანი რამდენიმე პრაქტიკოსთან გადის კონსულტაციებს დროის მოკლე ინტერვალში. ხო, მე არ ვამბობ აქ წლებზე არ არის საუბარი, ვთქვათ 10 წლის უკან ვიღაცასთან იყო და მე ჩემთან მოვიდა. ამაზე არ არის საუბარი. როდესაც ერთდროულად პარალელურ რეჟიმში ერთი და იგივე თემებზე, ან თუნდაც მიახლოებულ თემებზე, სხვადასხვა ტაროლოგებისგან იღებს ინფორმაციას. ამ დროს ხდება ინფორმაციული აღრევა, ინფორმაციული ინტოქსიკაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ადამიანი საბოლოოდ ისეთ ქაოსში ხდება, რომ იქ უკვე ძალიან რთულია რამეს მიხვდეს საერთოდ და სწორ გზას დაადგე ადამიანი. ამიტომ ხშირად ასეთ დროს შესაძლოა პროგნოზი არ გამართლდეს, იმიტომ რომ სხვასთან რაღაცა მოისმინა, კიდევ ვიღაცასთან რაღაცა მოისმინა, ამ დროს ყოყმანში ადამიანი არ იცის რომ გზას დაადგეს და შეიძლება საერთოდ ისეთი არჩევანი გააკეთოს, ან ისეთი რამ დაიჯეროს, რაც არ უნდა დაეჯერებინა და წავიდა სხვა მიმართულებით და ჩემი პროგნოზი, ან ვინმე სხვა ტაროლოგის პროგნოზი პირობითად ვამბობ არ ახდა, ხო? ამ დროსაც მიდის უკვე ტაროლოგის თვის, ასე ვთქვათ, შავი პიარის აღგორება და ლანცხვარი. ასევე არის მესამე მოცემულობაც, როდესაც ადამიანს ვაძლევ რაღაცა კონკრეტულ რჩევებს, მაგრამ ის ამას არ ითვალისწინებს და თავისი გადაწყვეტილებით, თავისი სპონტანური, ვთქვათ, მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ასეთ დროსაც შესაძლოა დადგეს საერთოდ განსხვავებული მოცემულობა და მე მქონია ესეთი მოცემულობა, როდესაც ჩემთანაც იყო ადამიანი, სხვასთანაც იყო, რამდენიმე ადამიანთან იყო და თავისი პირადი არჩევანით მე რასაც ურჩევდი, ის არ გაითვალისწინეს, სხვა არჩევანი გააკეთა და რაღაც გარკვეული მძიმე სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ეს ადამიანი, მაგრამ შემდგომ მე აღარ ვიცი უკვე როგორ განვითარდა მისი ცხოვრება. რაღაც პერიოდი ვიცოდი, იმიტომ რომ თვითონვე გამოდიოდა კონტაქტზე, მაგრამ მე შეწყვიტა კონტაქტზე გამოსვლა და რაღაც რასაც მიყვებოდა, ეს იყო ტოქსიკური ენერგიები, ტოქსიკურ, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობის მქონე რაღაცა ურთიერთობაში იმყოფებოდა თავის პარტნიორთან. გარკვეული სირთულეებით. რასაც მე არ ვურჩევდი მას, მე ვურჩევდი, რომ უფრო წასულიყო თვითგანვითარების გზაზე. უფრო, ვთქვათ, გაეწმინდა თავის პირადი ენერგიები, რათა მოეზიდა, ვთქვათ, უფრო მაღალ ვიბრაციული ადამიანები და სიტუაციები თავის ცხოვრებაში. როგორცაც იდეაში ეს ადამიანი თავისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე ნამდვილად იმსახურებდა. მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. და სხვა შორის ძალიან გულწრფელად გამიზიარა ეს ყველაფერი, რითაც მადლობა მას, მაგრამ მე მას უკეთეს ვურჩევდი თუ მოისმენს ამ ჩანაწერს და
რაღაცებზე დაფიქრდება, მე ძალიან გამიხარდება. ახლა თლად ყველაფერი კვერენტებს რომ არ დავაბრალოთ, პრაქტიკოსებსაც შევეხოთ, ხო, ტაროლოგს. იმ ტაროლოგებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ძალიან მრავლად არიან ჩვენს ინტერნეტ სივრცეში. ყოველი მეორე დღეს ტაროს შლის, იმიტომ რომ ტარო გახდა ძალიან ხელმისაწვდომი იაფი, ხომ, ონლაინ გამოწერები ისწავლეს ადამიანებმა და საქართველოშიც უკვე იყიდება საკმაოდ დაბალ ფასებში. ტაროს დასტები მრავალნაირი და ტაროსთან მუშაობა თითქოს ყოველ მეორეს შეუძლია და ყოველი მეორე შლის ტაროს და თან უფრო სავალალოა ის, რომ ადამიანები სხვებს უშლიან და სხვებს აძლევენ რჩევებს, მაშინ როდესაც თვითონაც შესაძლოა ბოლომდე არ ესმოდეთ ეს სისტემა. ასეთი შარლატანები მრავლად არიან, მით უმეტეს ინტერნეტ სივრცეში, სადაც არ ჩანს, ვინ საქმიანობს, არ ჩანს ადამიანის ვიზუალი, როგორ გამოიყურება, ვინ არის, ხო? სახელი არ უწერია, გვარი არ უწერია, დაფარული, დახურული პროფილები აქვთ. მხოლოდ ტაროს რამდენიმე ასე პინტერესტიდან გადამოწერილი ფოტოები უდევთ, რომ ტაროს შლიან და პოსტები უდევთ ტაროს კონსულტაციებთან დაკავშირებით, ხომ? არ ჩანს მათი ვინაობა, სახელი, გვარი, პროფილი არის დახურული. ასეთ ადამიანებსაც ყავთ კლიენტები, თქვენ წარმოიდგინეთ, ამიტომ ჩემი რჩევა ადამიანებისთვის, ვისაც სურს კონსულტაციის გავაკეთოთ, იქნება ის, რომ რა თქმა უნდა ადამიანს ვისთანაც გახვალთ კონტაქტზე იმისთვის, რომ სეანსი ჩაატაროს თქვენთან, ჯერ მის პროფილს უნდა გადაავლოთ თვალი, ადამიანი როგორ აზროვნებს, როგორი ინტელექტი აქვს, როგორი აურა აქვს, როგორი ენერგეტიკა აქვს, ეს პროფილიდან იგრძნობა, როდესაც ადამიანი გახსნილია, უზიარებს თავის ცოდნას ადამიანებს. ეს ერთის მხრივ მის პიროვნებას, მის ინტელექტის დონეს, აზროვნებას უსვამს ხაზს და ერთგვარი რეკლამაა მისი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის უანგაროდ გავრცელებული, ხო, ინფორმაცია, ცოდნა, უანგაროდ გაცემული ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ რაღაც ისწავლოს, შეიმეცნოს და სულიერად განვითარდეს, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, არჩევანი ისეთი ადამიანების ხარეს უნდა გადაწონოს, ასე ვთქვათ, სასწორე სპინა, ვინც ღია გახსნილი ადამიანებთან ურთიერთობაში არ არის დაფარული, ამავდროულად ავრცელებს ცოდნას, თავის საქმიანობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, და ადამიანებს ეხმარება ამით. ეს საუბრობს იმაზე, რომ ჯერ ეს ერთი ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომ დასამალი არაფერი არ აქვს, ის ღია გახსნილია ინფორმაციულად და მეორეს მხრივ მას შეუძლია, რომ გადმოსცეს ეს ცოდნა, გაავრცელოს და ადამიანებისთვის სასიკეთოდ, ასე ვთქვათ, იშრომოს. ანუ ენერგეტიკულადაც მაღალ ვიბრაციულია ეს ადამიანი და მაღალ სიხშირეზეა, ხო? ამიტომ ასეთი ადამიანი ვერ იქნება და არ იქნება ბოროტი, თვალთმაქცი, მატყუ არა პირიქით. იქნება ყოველთვის სიმართლეს, სამართლიანობის და სიკეთის მხარეზე. და კიდევ რა მინდოდა რომ მე თქვა, ხო, და მესამე, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ტაროს პროგნოზი არ მართლდება და ეს, ვთქვათ, სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ჩემი პირადი ცხოვრებისეული მაგალითით მოვიყვან ამას, რაც პირადად მე გადამხდა და ამიტომ ეს მუშაობს, იმიტომ პირადად ვიცი, პირადად გამოვიარე. როდესაც სამყაროსგან არ ხდება ინფორმაციული დაშვება. როდესაც კი ბატონო, კვერენტიც გახსნილია, ნდობაშია შესული პრაქტიკოსთან, პრაქტიკოსიც მცოდნია, კეთილსინდისიერია, ენერგეტიკულად ძლიერია, მაგრამ მაინც არ მოდის ინფორმაცია ისე, როგორც უნდა მოვიდეს. ნუ რაღაცას ხედავს, მაგრამ რაღაცას ბოლომდე ვერ ხედავს და შესაბამისად სურათი არასრულია, ხო? ასეთ დროს ინფორმაცია არ მოდის სამყაროსგან. სამყაროსეული კანონზომიერების პრინციპი მუშაობს ისე, რომ ის ინფორმაცია იმ სახით, როგორც მომავალში მოხდება, ზუსტად იმ სახით არ უნდა მივიდეს ადამიანამდე. და რატომ?
წლების წინ, როდესაც მე წავედი ემიგრაციაში, სანამ წავიდოდი, ერთ საქართველოს საკმაოდ ცნობილ ტაროლოგთან გავხდით და გავიარეთ ეს სეანსი. ძალიან ესე ვთქვათ, კეთილგანწყობილი ვიყავი მეც მის მიმართ და თვითონაც საკმაოდ კეთილგანწყობილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ვიგრძენი, რომ მოხდა ასე ვთქვათ, კონტაქტი შედგა. მოვიდა ინფორმაცია ძალიან ისეთი იდეალურთან მიახლოებული. ყველაფერი ზუსტად ისე უნდა წარმართული იყო მოვლენები, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული და რა ჩანაფიქრებიც მქონდა ამ ჩემს ემიგრაციასთან დაკავშირებით და რა მოლოდინებიც მქონდა, ზუსტად ყველაფერი კარგად წავიდოდა. მოკლედ ის ჩემი მიზნები განხორციელდებოდა და მივაღწევდი ჩემს ასე ვთქვათ სანუკვარი სურვილების ასრულებას. ამან ძალიან დიდი ენერგია მომცა, ძალიან ასე ვთქვათ აღმაფრთოვანა. და წყალებში დამქოქა, რომ მე ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. მე წავედი მართლაც ემიგრაციაში, რამდენიმე ქვეყანაში გავხდით, არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში. და ის ყველაფერი, რაზეც მე საუბრა ეს პიროვნება, ხო, მე დეტალებში არ შევა, ის ყველაფერი არ მოხდა. მოხდა საერთოდ სხვა რაღაცაები. საერთოდ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. მე ძალიან ბევრი ვისწავლე, ძალიან ბევრი გამოვიარე, დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებისეული. და ვფიქრობ, რომ ამ ჩემი ნაბიჯით ინიცირებაც გავიარე, როგორც ცხოვრებისეული ინიციაცია, ასევე ეზოთერული მოღვაწეობის თვალსაზრისით ინიციაცია, ხო? რაღაცა სხვა საფეხურზე გადამიყვანა ამ პროცესებმა, იმდენად მოკლე დროის მონაკვეთში, იმდენად ბევრი რამ გამოვიარე. რაღაცა თითქოს 10 ადამიანის ცხოვრებით, რომ იცხოვროს ერთმა ადამიანმა, რაღაც დაახლოებით ესეთ შედარებას გავაკეთე. რამაც სულიერად ძალიან გამზარდა, გამაძლიერა, გამომაწვდო. და რეალურად იმაზე გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე ვთქვათ, ის ყველაფერი, რაც მე ჩანაფიქრები მქონდა საერთოდ სხვა მიმართულებით, ის რომ გამოსულიყო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს ჩემთვის წინასწარ ეთქვა, რომ შენ აი ესეთ სირთულეებს გამოივლი, ესეთ სირთულეებთან მოგიწევს შეჭიდება, ხო? იქ გარკვეული სირთულეები გავიარე, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც სხვადასხვა აქტივობების მხრივ, რაზეც მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, სანამ წავიდოდი. მე დავფიქრდებოდი და ვიფიქრებდი, რომ ეხლა მე რატომ უნდა გავირთულო ცხოვრება, უფრო ვირთულებ, ესე იგი ხო რაღაცა თვალსაზრისით. ამიტომ მოდი იყოს ისე როგორც არის და დავრჩებოდი ჩემს ნაჭუჭში, თუ შეიძლება ასე ითქვას, და საერთოდაც ძალიან ბევრ რაღაცას ვერ გავაცნობიერებდი, ვერ მივხვდებოდი. ძალიან მონოტონური, ერთფეროვანი, ერთ წრეზე სიარულით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიცხოვრებდი. და ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვნახავდი, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგიც მოხდა, რომ ყველაფერი ვერ დაინახა ამ ტაროლოგმა და ყველაფერი ვერ მითხრა. და ამასაც თავისი ახსნა, მე ამაზე წლები ვფიქრობდი, რატომ მოხდა ესე. და მივიღე ამაზე პასუხები, მოვიდა ეს პასუხები. და ეს პასუხი არის ესეთი, რომ არის გარკვეული დონე ინფორმაციის, რომელზეც არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე არ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები და განვითარების იმ სიხშირეზე, რაც სიხშირეზეც მაშინ ვიყავი, ის ინფორმაცია უნდა მოსულიყო, რაც მოვიდა და არა ის, რაც რეალურად მოხდა. აი, დღევანდელ სიხშირეზე რო ყოფილიყავი, შესაძლოა ის ინფორმაცია ზუსტადაც რომ მოსულიყო. იმიტომ რომ ჩემი ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, განვითარება, სულიერი განვითარება თუნდაც, მე მომცემდა იმ ინფორმაციის მონელების ჭყალებში შესაძლებლობას, აი, მაშინ რა დონეზეც გავხდით. მე იმ ინფორმაციას ვერ მივიღებდი. შესაძლოა არც დამეჯერებინა, არ ვიცი, ან შემშინებოდა. მოკლედ ძალიან ამჭრიდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ესეც არსებობს, ჩემო მეგობრებო, არის რაღაცეები, არსებობს ბედისწერა, არსებობს ფატალურობა, არსებობს
რაც გაწერია ის მაინც მოხდება, ხომ ესეთი გამონათქვამის არსებობს, ამიტომ როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, ნათელმხილველი იქნება ეს, მედიუმი იქნება, თუ ტაროლოგი, თუ ასტროლოგი თუნდაც. საბოლოოდ ყველა ადამიანი იღებს იმ ინფორმაციას და იმ პროგნოზს, რის მისაღებადაც არის იმ კონკრეტულ მომენტში მზად. იმაზე მეტს ერთი მისხალით მეტ ინფორმაციასაც კი ვერ მიიღებს. აი, ეს არის ის თემები, რაზეც უნდა მესაუბრა და რაც შეეხება ამას სულ ვეუბნები ადამიანებს და ისედაც ამდენჯერმე ვთქვი კიდეც თუ არ ვცდები ვიდეოში, ჩემი მუშაობის პრინციპები ასეთია, ხო? არსებობს რაღაც ელემენტარული წესები, რომელსაც ყველანი ვიცავთ. პირველი ეს არის კონფიდენციალურობა, ანუ როდესაც ადამიანი მოდის და ჩემთან ასე ვთქვათ, დანიშნავს სეანსს, პირველი რასაც ვეუბნები არის ის, რომ ის ინფორმაცია, რასაც მე მაძლევს, იქნება ეს ფოტო, იქნება ეს დაბადების მონაცემები არის კონფიდენციალური და ის საუბარი, რაც შედგება ჩვენ შორის, ამ საუბრის შინაარსისა და დეტალების შესახებ ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებს. ეს კანონითაც კი ასეა, კანონით როგორც ადვოკატს ეკრძალება ხო კლიენტის პირადი მონაცემების თუ ინფორმაციის, კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟღერება, გასაჯაროება, როგორც სასულიერო პირი ახსარების დეტალებზე ვერ დაიწყებს საუბარს, ხო? ფსიქოლოგი ასევე სესიის დეტალებზე ვერ დაიწყებს საუბარს, ხო, საჯაროდ. ასევე ვართ ჩვენც ეზოთერიკები, ასტროლოგები, ტაროლოგები, მედიუმები და ასე შემდეგ, ვინც კეთილსინთეზიერად ასრულებს თავის საქმეს, პირველ რიგში იცავს კონფიდენციალურობას. ეს არის კანონი, კანონის მოთხოვნა და შემდგომ ელემენტარული მორალურობა, ხო? და ადამიანური სინთეზი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რაც შეეხება საუბრის თვითონ ასე ვთქვათ, დეტალებს, კიდე კონსულტაციის დეტალებს, აუდიო ქოლით ხდება დაკავშირება. საუბარი დროში არ უზღუდავ ჩემს კვერენს. 1 საათს ვეუბნები ადამიანს ზოგადად, მაგრამ ჩვენ გვისაუბრია საათნახევარი, 2 საათი, 2 საათნახევარიც კი, როცა მოითხოვს საჭიროება ინფორმაციის მოცულობა და თემის სენსიტიურობა, ჩვენ საუბრობთ დროშის შეუზღუდავად, სანამ ადამიანი არ მიიღებს ამომწურო სრულფასოვან პასუხებს მის მიერ დასმულ შეკითხვებზე. ჩემი, ასე ვთქვათ, მანტიკური საშუალებები, რასაც ვიყენებ დივინაციის დროს, ეს არის ტაროს დასტა და რუნები, რუნებსაც ვიყენებ დამატებითი მაგიური ინსტრუმენტის სახით. და ამ დროს ინფორმაცია ამოდის უფრო მოცულობით, ხო? აი, რას გვაძლევს რუნები რამდენიმე ადამიანმა მკითხა. და გვაძლევს იმას, რომ უფრო კარგად, უფრო ფართოდ ხედავ სურათს, შაბლონს, თვითონ მთლიანობას, მომავლის, მატრიცის, რა თემაზეც არის დასმული, ხო? მაგალითად, თემა არის სასიყვარულო ურთიერთობა, ხო? ამოვიდა არკანი შეყვარებულები. არკანი შეყვარებულები ჩვენ ვიცით, აი თუნდაც თასების ორიანი, ხო? არის სიყვარულის, ურთიერთობის, პარტნიორობის არკანი, ხო? ორი ადამიანი ერთმანეთს უყურებს და ისინი გულწრფელად სავსენი არიან სიყვარულით და მათი თმები ერთმანეთშია გადახლართული, ანუ მათი კავშირის სიმბოლოა, მაგრამ არკანს შეყვარებულებს ასევე აქვს სხვა ალტერნატიული ასეთი მნიშვნელობა, როდესაც არჩევანზეა, ხო, საქმე, ანუ ადამიანი აკეთებს არჩევანს. შესაძლოა ეს არჩევანი დაკავშირებული იყოს ორ ადამიანს შორის, ორ პარტნიორს შორის, ორ საქმეს შორის, ან რაღაცა რთული არჩევანი, რამაც შესაძლოა ამ კონკრეტულ ურთიერთობას შეუშალოს ხელი, ხო? მე როდესაც მე ტაროთით შემიძლია ეს დავაზუსტო, გან არ შემიძლია, მაგრამ როდესაც დამატებითი მაგია, ასე ვთქვათ, დივინაციის ისეთ დამატებით საშუალებას ინსტრუმენტს მიმართავ, როგორიც არის რუნები და ვთქვათ, ამოვიდა ესეთი რუნა გებო, აი ვთქვათ, ხო? აქ უკვე ცალსახაა, ანუ
ძალიან ისეთი პირობითად ისეთი მარტივი მაგალითი მომყავს ახლა, ცალსახაა რომ ეს ურთიერთობა შედგება, იმიტომ რომ რუნა გებო ეს არის ძღვენი, მისი პირდაპირ მნიშვნელობა არის ძღვენი, საჩუქარი ურთიერთგაცვლა. ანუ მე რაღაცას რომ ვჩუქნი, სანაცვლოდ შენც ვჩუქნი. ანუ კავშირი ორი ადამიანის, ხო ეს კავშირი აუცილებლად განმტკიცებული იქნება მათი ერთობით. თუ რაღაცა ბუნდოვანება არის ელემენტარულ დონეზე, ან თუნდაც უფრო მასშტაბურ დონეზე, რუნები მეხმარებიან, რომ დავინახო უფრო მეტად ენერგიები. ტარო თუ მაძლევს უფრო სიუჟეტურ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას, ვიზუალურ ინფორმაციას, თუ შეიძლება ასე ვთქვას, იმიტომ რომ ტარო უფრო მეტყველია ვიზუალურ დონეზე, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, ნახატებია. რუნებზე ესეთი ნახატები არ არის. რუნები არის უფრო მშრალი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ენერგია თუ იცი მისი მნიშვნელობები და გრძნობ ამ ენერგიებს, ხო? რუნებს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ენერგეტიკულ დონეზე და როდესაც ამ ორი სხვადასხვა სისტემური ცოდნის შერწყმით ხდება კონსულტაციის ჩატარება, ბუნებრივია ინფორმაცია არის უფრო ვრცელი, უფრო მოცულობითი, უფრო ზუსტიც და რა თქმა უნდა, უფრო ეხმარება ადამიანს მომავლის დაგეგმაში, სწორი არჩევანის გაკეთებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ასე შემდეგ. აი ეს არის, მეგობრებო, რაზეც მინდოდა მესაუბრა. მე დღეს კითხვა-პასუხის, ასე ვთქვათ, თემაში არ ვისაუბრებ, ანუ ძალიან გაგვეგრძელდა საუბარი, ისედაც თუ არ ვცდები, კაი ხანია უკვე, არ მიჩვენებს. ამიტომ დავასრულოთ და სხვა დროს კიდევ შევხვდებით და კიდევ უფრო განვავრცობთ თემებს და შესაძლოა კითხვა-პასუხის, ასე ვთქვათ, ფორმითაც ჩავატაროთ ხოლმე ეს ლაივები. დროებით, გემშვიდობებით.